სურიაში გაუჩერებლად თოვს, მოკლედ არ გვასვენებს, არ გვაცდის საქმის კეთებას. როგორც წინა ეპიზოდებშიც ნახეთ, თოლში რაღაცნაირად ვცდილობთ, რომ მოვერგოთ არსებულ ვითარებას, შუქიც არ იყო მაშინ და ესეთ ველურ პირობებში თოლში ვცდილობთ საჭმის მომზადებას თან ცეცხლზე. დღეს ეხლა მოვამზადებთ, როგორ გითხრათ, საქონლის და კარტოფილის ღვეზელიც ვერ დაარქმევ ამ ყველაფერს, მაგრამ გამოვაცხობთ კარტოფილის და საქონლის ხორცის ფარს გამოვაცხობთ. Beef and potato pie შეიძლება ესეთ დავმა პირდაპირ თარგმანი ღვეზელი გამოდის და რაღაცა ქართულ მენტალობაში ღვეზელი სხვა რამესთან ასოცირდება. ამიტომ როგორც გითხარით, ცოტა ექსტრემალურ პირობებში გვიწევს მუშაობა და წინ წავიგდეს საქმე, კარტოფილი უკვე მოვხარშე და ხორციც ცოტა გავატარე და ცოტას ეხა აგერ თქვენ თვალწინ გავატარე ბარემ და თან გაჩვენებთ რას ვაკეთებთ. კარტოფილი მოიხარშა, ეხა ამ ფარს ცეცხლზე მოვთუშავ კარაქში სუნელებთან ერთად, ცოტა ხავხს გავუკეთებ, ცოტა სტაფილოს გავუკეთებ, ტარხუნა მოუხდება სეზონზე აუცილებლად, მაგრამ ეხა სეზონი არ არის და აზრს მოკლებული იქნებოდა, რომ აქ ჩვენ ტარხუნა დაგვემატებინა. აქ უფრო ქინძი იქნება გამოყენებული. და მოთუშვის დროს შევასუნელებთ ამ ყველაფერს. შეგვიძლია ცოტა სოკოც დავამატოთ, გვაქვს. ეს ყველაფერი მალევე მოითუშება ქვაში, ან ტაფაზე და ზემოდანვე დავაჭყლიტავ კარტოფილს. გავუკეთებ, რომ ხახვი და ეს ბოსტნეული რას დავჭერეთ. მოვთუშოთ და მე ნელა და ნელა საქონლის ხორცს აუცილებლად დაჭირდება უფრო არომატული რომ გახდეს და მოტკბო, მონაზო, კარაქი უნდა ვამატოთ, რაც შეიძლება მეტი. ცხიმი რაც უფრო მეტი ექნება, რაც თქმა უნდა, მით უფრო გემრიელი იქნება პროდუქტი. ეხა ფარსაც მოვიტან, მაგრამ აქ ექნება ყველაფერი და ჩაუშვით. კარტოფილი როგორც გითხარით, მოხარშულია. აუ, კიდე ნახე როგორ გათხოვდა ეხა. ამ პირობებში რომ საჭმელს მოამზადებ, წარმოიდგინე გაწიკწიკებულ სამზარეულოში რას ისა. ცოტა მეტი ცეცხლი გვინდა ამისთვის. აგერ მოვშიშ. ცეცხლის ზამთრებისას აუცილებლად და მნიშვნელოვანია სამოძრაო ჰაერი დაუტოვოთ, ღიობებით დავტოვოთ, რომ ჰაერმა იმოძრაოს და ცეცხლის პროვოცირება უახდინოს. ჩაუშვათ ეხა ეს ჩვენი ჯამიდან გამომდინარე ბევრი ხახვი და სტაფილო ბოსტნეული არ დავჭერ, ესე იგი ჩვენ აქ გვაქვს ხახვი, სტაფილო და სოკო. აი, ოქროსფერი შეფერილობა მიიღო უკვე ჩვენმა ხახვმა და ბოსტნეულმა, რაც ჩაუშვით და ლამაზი ფერები არის. ეხა სუნელებს დავამატებ, უცხო სუნელს, დაღერღილ წიწაკას და წითელ დაღერღილ წიწაკას და შავ პილპილს, რა თქმა უნდა. აჰა. სიცხარისთვის. მე ძალიან ცხარე არ მიყვარს და დასვენებულია ყველაფერი. ცოტა მოვიდა. ოჰო.
ეხა ეს არომატს ისე გამოუშვებს ცხიმთან ერთად მობრაწული სუნელები. ხორცს უხდება შავი პილპილი. კარაქში მოთუშული მაინც. კარაქში მოთუშული მოსწეული მაინც უცხარამია. ეხა ჩაუშვებ უკვე ფარს. კაი ბლომად 1 კილო ფარშია ეხა აქ. განებული და ამას ცოტა მივეხმარები ეხა ხელით რომ. თოლმაც იმატა. ამას შეიძლება კიდე კარაქი მოითხოვოს. ჯერ ეხა დავდგამ ცეცხლზე და თავსახურს დავახურავ რომ ჩაითუშოს. ამასობაში მე როგორც გითხარი წინასწარ კარტოფილი მომზადებული მქონდა, ამას ხომ მერე ზემოდან დავაჭრიტო ეს და პიურე და ჩაცხვეს ესე სანამ ეს ითუშება. ეხლა მე კიდე ერთ კერძს გავაკეთებ, ბარემ ბევრი კარტოფილი ვიყიდე. ეგრე მოუწია და ეხლა კიდე ერთ კარტოფილს საინტერესო შევწავ თავისი ყველით, თავისი ხორცით. ხორცით არა ყველით. ახლა რა საინტერესო რამე მომაქვს. ეს არის უთო, ნახშირის უთო. რაც ეხლა ანახებთ თუ რაში დაგჭირდება. აპაც. კარტოფილები. პრინციპში უკვე გეტყვით რაშიც. ეხლა ამას ჩავჭყლიტავ. გავჭყლიტავ უფრო სწორად რომ ზემოდან მე ყველს, კარაქს, პილპილს, მარილს რო დავათივთ. გაითავისოს და გაუჯდეს გემოები და ზედაპირულად არ კონდეს გემოები დარჩენილი. ეხლა ნახე აქ რა ხდება. ნახშირის უთო რითია ნახშირის. უნდა ჩავდოთ ნახშირი. რომ სიმხურვალე აიღოთ. რა საინტერესოა ისე ადრე ესე აუთოვებდნენ ტანსაცმელს. აი ესეთი უთოთი. აჰა. ეხლა. აჰა. დაწყილდა. ამით რა ისე თქვა მინდა, იცი რომ კარტოფილს რო ვაკეთებ რამოდენიმენაირად რომ რატომღაც ძალიან დავეჩვიეთ ამ უბრალოდ შემწვარ კარტოფილს. რა თქმა უნდა ძალიან გემრიელია უბრალოდ შემწვარი კარტოფილი, იმასაც თუ სწორად შეწევ და კაი ტყემას დააყოლებ, მაგრამ კარტოფილი ისეთი უნიკალური პროდუქტი არის, რომ სხვა ალტერნატივებიც არის და სხვა საშუალებებიც რომ დავაკეთოთ სხვა კერძი. ეხლა მაგს მე აქ არლას გაუდა, რომელიც უკვე დასლაისერებულია და ამიტომაც ზემოდან მოვაფენ. თუ რამე ხო არ გვაქვს გასაუთოებელი. თუ სატრობს ვა. იყოს ეს ცეცხლთან ახლოს. აი ესე უხეშად. ეს ჩაადნება მე. ამას კიდე ცხიმიც უნდა, კარაქის სახით რომ დაარბილდეს. შეგიძლიათ სხვა ყველიც გამოიყენოთ, დავუშვათ უფრო მშრალი ყველი. მაგრამ ეს გაუდა ძალიან კარგი არის, თან მით უმეტეს ალასი, რომელიც უფრო წელვად და ელასტიურ ტექსტურას მივიღებთ სასიამოვნოს.
მე მგონი ბავშვების ყველაზე საყვარელი კერძი მაინც კარტოფილით მომზადებული აქ რა ხდება. ამან წვენი გამოუშვა, ითუშება, ცოტა მეტი ცეცხლი უნდა. აჰა, ეხლა ჩვენი კარაქი. იქ არის პილპილი, აქ არის. მეტი კარაქი, მეტი ცხიმი, მეტი სიფაფუკე და მეტი გემო. ესა რასაც კარაქი აკეთებს. გადავანაწილებ რომ კარგად. ჩაჭდეს გემოები. ასევე მოვახერხებ ვირჯილიოს გრანაპადანას, მშრალ ყველს. გრანაპადანაზე ბევრი ლაპარაკი შემიძლია, მაგრამ შემდეგ ეპიზოდებში უფრო მეც მოგიყვებით. ძალიან ახლო ბიძაშვილია პარმეზანის რეალურად, თუმცა შინაარსობრივად სულ სხვა დატვირთვა აქვს პარმეზანს და სულ სხვა დატვირთვა აქვს გრანაპადანოს. მაგრამ ის მიახლოებულ გემოს მივიღებთ, რაც ჩვენ გვინდა მშრალი ყველის სახით. ძალიან გვიყვარს ჩვენ ამ კადრების ჩვენება, როგორ ვაყრით ყველს, იმიტომ ძალიან ლამაზი გამოდის. და ძალიან მიყვარს მე მსგავსი სახეხი, რომელიც ფანტელივით ხეხავს. და მნიშვნელოვანიცაა, როდესაც გრძლად, მაგრამ მსხვილად ხეხავს, ვერ ეძილება, ვერ ერწყმის პროდუქტს ისე, როგორც საჭიროა. ეს ძირითადად პასტებზე არის აქ სალაპარაკო, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც პასტას ამზადებ იტალიურს, რომელი სახეხით ახეხავ შემდეგ ყველს, იმიტომ რომ ის თანაბრად უნდა გაჯდეს პასტაში. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობაა და ამას მერეც გაჩვენებთ პასტის მომზადებისას, რას უნდა მიაქციოთ ყურადღებას. აი, ყოველ თითოეულ დეტალს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც რაღაცას აკეთებ. ვითომ სხვა სახეხითაც ხო შეიძლება ამ ყოველს გახეხვა, მაგრამ მიიღებს სულ სხვა პროდუქტს. გემოთიც და რა თქმა უნდა სტრუქტურითაც. თითქმის სულ გადაივსო. დავახურო და ზემოდან რამოდენიმე გაღვივებო ნაკოშ ხალს დავადებ, რომ ჩაცხობა დაიწყოს. ეს ჩაცხება თითქმის მზადაა, აბა ჩავხედოთ ჩვენ ხორცს. ცოტა მეტი ცეცხლი უნდა, ახლა ამას შევუნთებ, რომ კარგად ჩაიშუშოს და შემდეგ უკვე პიურეს გავუკეთებ და ამასაც გამოვაცხო. აი ხა ზემოდან ამას ერთ ფენად გავუკეთებ კარტოფილის პიურეს. ეს უკვე სად არის? დავწმინდო. მოვაშორო.
ოპა, აჰა, ამას ვიძახდი. თუმცა ჩავაგდე. წავიღეთ. აი, როგორ ჩაადრა. გავსინჯოთ თუ ჯერ ორივე წამოვიღოთ. ესეც მზად უნდა იყოს. პირდაპირ მოხსნი. ზედმეტი მოკიბების გარეშე. ცოტა მეტი მობრაწულობა მოუხდებოდა ამ ყველაფერს, თუმცა მართლა ქარბუქია, მართლა ისეთი ამინდია, რომ რავი, ეგეთი არ მახსოვს მე აქ და უფრო გაგებით რომ გითხრათ, აი, უფრო კარამელი მობრაწული უნდა ყოფილიყო, უბრალოდ ნაკვაში ხალის ჩაქვა ვეღარ მოერია ბუნების წინააღმდეგ ვეღარ წავიდა და გემოდი კი გავიგებთ ამას. რამე ხო არ მჩება კარე. აჰა. მოდი დავიწყებ. ამით. აი, ყველიც გახმა. უხდება იცი ესეთ ამით. ცხელია გემო ვერ ჩავატანე. მანამდე აი აქეთ კარტოფილის და ხორცის ღვეზელია თუ ნამჩხარია თუ ტორტი. ერთადერთი ამას რაც აკლია ეს არის ზემოდან რომ მობრაწულიყო კარგად და ცოტა მარილი დამიკლია. ამას ვაღიარებ. მარილი არ გვაქვს, დავამატებ ახლა. ისევ ამას დავუბრუნდები. კარგად მინდა ამის გემო გავიგო. თუ ისეთ ცხელის შევჭამ. კარაქის არომატი ძალიან კარგია, პილპილიც, ყველიც, თვითონ კარტოფილი განსხვავებული ფორმით ყოველთვის საინტერესოა. ძალიან კარგი არის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ დაგვავიწყდეს არხის, რა თქმა უნდა, მეგობრებო, გამოწერა და დალაიქება, რომ შემდეგში სულ ესეთი კერძები, სულ ესეთ ამინდში არა. უკეთესიც, მაგრამ ეს ძალიან კაი ამინდი არის და ბევრი ნატრულობს სხვათა შორის ესეთ ამინდში მოხვედრაზე და კიდე ესეთ გემრიელი საჭმელების თან კეთებაზე. ასე რომ ეს საშუალება და ფუფუნება ჩვენ გვაქვს და აუცილებლად ამ ყველაფრის საკეთებლად თქვენგან სტიმული რომ მივიღოთ, საჭიროა რომ მოიწონოთ და გამოიწეროთ გვერდი. ჩააგრილა დამწვარი პირი. აი, მაშინ მე გავაგრძელებ თქვენ თუ არ გიგეთ. ვასო! ვასო! ვასო იტყვის რომ ცოტა სიცხარეს დავამატე, მინდა ყველაფერი მწარე ცხარე უყურს. ეგ არის, ჩემო მეგობრებო, აუცილებლად გამოგვიწერეთ და დაგვალაიქეთ.